კურორტის ზღვის დონიდან 2200 მეტრ სიმაღლეზე ღომას მთა დამსვენებლებს ზამთარ ზაფხულ მიიღებს. იდეისა და პროექტის განხორციელება უკვე დაწყებულია. მიმზიდველი კურორტი უფრო პოპულარული რომ გახდეს, ტურისტული ინფრასტრუქტურა სრულად მოწესრიგდება. ბიზნესმენებმა, რომლებიც ადგილზე გაეცნო ღომას მთის პოტენციალს, კურორტის განვითარებაში ინვესტიციების ჩადება გადაწყვიტეს. ზღვის დონიდან 2200 მეტრ სიმაღლეზე მდებარე ღომას მთა მალე ტურისტების ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ ადგილად უნდა იქცეს. სამთო კურორტის განვითარების დიდი გეგმის პირველი ეტაპი უკვე დაიწყო. საბაგირო გზები, მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა, სასტუმროს ტიპის კოტეჯები, გასართობი და დასასვენებელი ცენტრები. ეს ღომას მთაზე სამომავლოდ განსახორციელებელი პროექტების მხოლოდ ერთი ნაწილია. ეს მართლაც საინტერესო ტერიტორია, ადგილი, კუთხის ნაწილი საქართველოსი გადაიქცეს მომავალში მათი ხელშეწყობით, დახმარებით და ინიციატივითა და შემართებით ერთ-ერთ საინტერესო ტურისტულ გამაჯანსაღებელ ცენტრად. ბიზნესმენთა 35 კაციანი ჯგუფი ღომას მთის პოტენციალის შესასწავლად კურორტზე შეიკრიბა. ექსპედიციის წევრები სამთო სათხილამურო კურორტის შესაძლებლობებს გაეცნენ. რა ტიპის ინვესტიცია შეიძლება ჩაიდოს და რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ღომას მთას ზამთარსა და ზაფხულში ტურისტები ყავდეს. ამ საკითხებზე საინვესტიციო ჯგუფი მსჯელობს. სააქციო საზოგადოება წინაველა, რომელიც ბიზნესმენებს აერთიანებს, პროექტებზე მუშაობას იწყებს. კარგი და მიმზიდველი კურორტი გახდება ის, რადგანაც ყველა ბუნებრივი მონაცემებით არის შემკული და ამავე დროს არის ძალიან მაღალი და ძალიან ახლოს ქალაქთან და მთლიანად რაიონებთან. ასე რომ პერსპექტივები ძალიან დიდია, მაგრამ ძალიან დიდი შრომაა ჩასატარებელი. დღეს ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა. ძალიან ბევრ ადგილას, მსგავს ადგილას ნამყოფი ვარ, რომ აღარ ვთქვათ ჩირუხი, ბეშუმი, ბახმარო და შემდეგ და ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო საქართველოში მთიან არსებულ კურორტებს შორის ერთ-ერთი საუკეთესო. აქ ძალიან კარგად განვითარდება როგორც საზამთრო, ისე საზაფხულო კურორტული სიტუაცია. ის რაც უცხოელი ტურისტებისა და ბიზნესმენების ყველაზე დიდ მოწონებას იმსახურებს, ადგილმდებარეობა და ქალაქიდან ღომას მთამდე მისასვლელი მაქსიმალურად მოკლე მანძილია. იმისათვის, რომ ზაფხულის ცხელი დღეები ქალაქიდან მოშორებით გაატაროთ, კურორტზე ასასვლელად მხოლოდ რამდენიმე საათი დაგჭირდებათ. ღომას მთაზე საქართველოში მოღვაწე უცხოელი ბიზნესმენებიც იმყოფებოდნენ. ინვესტორები ამბობენ, რომ ეს არის საოცარი ადგილი, გამორჩეული გარემო, რომელსაც დიდი პერსპექტივა აქვს. კურორტი, რომელიც დღეს ვნახე ძალიან პერსპექტიულია, დარწმუნებული ვარ, რომ ინფრასტრუქტურის მოწესრიგების შემდეგ ღომას მთა ტურისტებისთვის ერთ-ერთი მიმზიდველი ადგილი გახდება. მას კიდევ ერთი დადებითი მხარე აქვს, ის ზღვასთან ძალიან ახლოს მდებარეობს. ქართული ინვესტიციებთან ერთად აქ უკრაინული და ევროპული ინვესტიციის დაბანდებაც იგეგმება. ძალიან მიყვარს მთის კურორტი, უკრაინაში ვცხოვრობ და კარპატებში ასასვლელად თითქმის მთელი დღე მჭირდება. აქ კი ეს რამდენიმე საათში არის შესაძლებელი. ტერიტორიის დათვალიერების შემდეგ გადავწყვიტე, რომ სამომავლოდ აქ ინვესტიცია ჩავდო და მშენებლობა დავითხოვ. ღომას მთა ქედისა და შუახევის საზიარო მთად ითვლება, ამიტომ კურორტის განვითარებაში ბიზნესმენებთან ერთად ხელისუფლების წარმომადგენლები, გამგებლებიც აქტიურად არიან ჩართულები. გაწევრიანებული არიან აი ამჟამად დაახლოებით 35 პიროვნება ბიზნესმენი, რომელთა მართლაც მათი გაღებული ხარჯებით და ფინანსური მატერიალური მდგომარეობით შეიძლება ითქვას განვითარდეს ტურისტული ინფრასტრუქტურა. აი ამ ადგილს და ამ ტერიტორიას აქვს განსაკუთრებული პოტენციალი ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით, რაიმე თუ თოვლის საფარი, სადაც შეიძლება საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში არ არსებობდეს და აქ ყოველთვის არის თოვლის საფარი. ეს ადგილი არის ადგილი, სადაც შეიძლება განვითარება ისევე როგორც საზამთრო ტურიზმის განვითარება, ასევე საზაფხულო ტურიზმის განვითარება. ვფიქრობ, რომ ეს ორივე რაიონისთვის არის უდიდესი პერსპექტივა, როგორც ქედელებისთვის, ასევე შვახევლებისთვის და მე ვფიქრობ, რომ ეს კიდე ერთი დამატებითი შემოსავალი იქნება ჩვენი მოსახლეობისთვის. დამატებითი შემოსავალი, მოწესრიგებული გარემო და რეაბილიტირებული საავტომობილო გზა. ღომას მთაზე ასული მოიალაღეები ამბობენ, რომ კურორტზე სამუშაოების დაწყების შემდეგ სურათი შეიცვლება. არ იყო ტრანსპორტი. თუ იყო და ზოგჯერ ისე ფუჭდებოდა ზამთარი თოვლის, იაფუჭებდა გზებს, რომ გვიჭირდა ამოსვლა, მაგრამ როცა გავიგეთ, რომ აქ შენდება ტურისტული ბაზა, ყველასთან სიხარული გამოიწვია ამას. იმიტომ რომ ვიცით, ჯერ პირველად კარგი გზები დაიგო. უკვე თუ 2 საათი გვინდა და 1 საათში ამოვდივართ. ხო, ტურისტებიც რომ მოვლენ, ჩვენთვის დიდი სიხარულია.
სამთო სათხილამურო კურორტების გომარდულის ქედლებისა და გოდერძის უღელტეხილის შემდეგ ახალი დასასვენებელი კომპლექსის მშენებლობა ღომას მთაზე უახლოეს მომავალში დაიწყება. ღომას მთა ცენტრალური მაგისტრალიდან 18 კილომეტრში მდებარეობს. ამ ეტაპზე საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მშენებლები უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ. უკვე მოწესრიგებულია მიწისქვეშა კომუნიკაცია, რამდენიმე თვეში კი გზის რეაბილიტაცია დასრულდება. საბლა ღომას გზა გათვალისწინებული არის შემდგომი ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის. მშენებლობას აწარმოებს მშენებელი 80. მშენებლობა დაიწყო 2010 წლის ოქტომბრიდან. და წელს გრძელდება სამუშაოები და სავარაუდოდ უახლოეს თვეში ჩაბარდება. ღომას მთა უნდა იყოს როგორც ზაფხულის, ასევე ზამთრის კურორტი, როგორც სპეციალისტები აცხადებენ, აქ სათხილამურო ტრასის მოსაწყობად ყველა პირობაა შექმნილი, რადგან ღომას მთაზე თოვლის ზაფხულამდე რჩება.